ხანაშვილის უწყება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თვალთვალში აბრალდებული ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში ნაცმოძრაობის პოლიცსაბჭოს წევრი ავრცელებს. თათია ნიკოლაიშვილის მტკიცებით, მისი გადაადგილების მარშრუტს ძალოვანი უწყება სისტემატიურად აკონტროლებს. პოლიტიკოსი თვალთვალის ობიექტია მაშინაც კი, როდესაც მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაადგილდება. სუსის ავტომობილი, რომელიც აკონტროლებდა ჩემს გადაადგილებას, დემონსტრაციულად ყველა ხაზგასასმელი არის ის, რომ მათ სურდათ, რომ შემემჩნია ისინი რამოდენიმეჯერ გააჩერეს მანქანა ჩემი მანქანის გვერდით, დემონსტრაციულად ჩამოწიეს საქარე შუშა, გადამიღეს ფოტოები და ამ ყველაფერს აკეთებდნენ მიზანმიმართულად, რომ თითქოს აქ ვიღაცა შეეშნება, მაგრამ აუცილებლად მინდა და ხაზგასმით უთხრა მე მათ, რომ მე მყავს არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთხელ ჩემზე ზემოქმედებას თქვენ ვერანაირად ვერ მოახდეთ, მაგრამ ჩემს არასრულწლოვან შვილს კიდევ ერთხელ შეიძლება დაიმუქროს თქვენგან მსგავსი უნამუსო საქციელით, რაიმე ფსიქოლოგიური სტრესის მსგავსი და აუცილებლად მწარეთ, გაცილებით მწარეთ ინანებთ